მოგესალმებით. დღეს ფარული კონვერტის სტუმარი ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური, ჭირვეული და ჭყვიალა წარმომადგენელი იქნება. ის ამბობს, რომ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ადამიანების ასეულშია. სიმღერაზე მეტად პოპულარული თავისმა იმიჯმა გახადა. ბევრი ოქრო, ბრილიანტი, შიგა და შიგ ბიჟუტერია, სათვალე და არაორდინალური ჩაცმის სტილი. ალბათ მიხვდით, გია სურამელაშვილი, ჩემი გადაცემის სტუმარი. გია. როგორ ხარ ძულფასო? მაგიას არ გაგიფიჭებ. შენ საპატივცემულო ჩავიცი ესეთი ჭყიალა კავა, მაგრამ ცოტა მასუქებს ეკრანზე. არა, პირი. მადლობა შენს გადასარევად გამოიყურები გია. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა შენ ჩემო საყვარელი. გია, ყველამ უკვე კარგად იცის ჩვენი თამაშის წესები, მაგრამ მე მაინც უნდა შეგახსენო. მოკლედ, ეკრანზე ხუთი თემის სახელწოდება გამოჩნდება, ყოველ მათგანს ერთი მთავარი კითხვით დავასრულებთ, რომელზეც სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში სტუმარი 300 ლარს მოიგებს. კითხვები მისი ბიოგრაფიიდან და საკმაოდ მარტივია. ფინალში კი 5000 ლარად შეფასებული ფარული კონვერტი გველოდება. კონვერტში სტუმრის ცხოვრების იმ ეპიზოდზე წერია, რომლის გახსენება შესაძლოა მისთვის არც ისე სასიამოვნო იყოს, ამ პირიქით, რომლისგან განთავისუფლებაც მისთვის შესაძლოა შვების სპონტანი გახდეს. სანამ საუბარს დავიწყებთ, კი გეტყვით, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორია ქართული ნატურალური წვენებისა და საკონსერვო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია კულა დალია ხილი. ჩვენი პარტნიორია ასევე თმის გადანერგვის კლინიკა დეამედი, რომელიც ნერგავს თმას და სიახლეებს. დეამედის ექიმების მრავალწლიანი გამოცდილება საუკეთესო შედეგის საიმედო გარანტია. ენდეთ მხოლოდ პროფესიონალებს. ბაშა, გია, მოდი ვნახოთ თემები ეკრანზე. პატარაობიდან მეფე. გვამებით მოვაჭრე. ერთადერთი სიყვარული. მეოჯახე მომღერალი. ბრჭყვიალა გია. კარგი თემებია გია. მოდი სანამ ღილაკს დააჭერ ხელს, დაისხი კულა და ისიამოვნე, რომელიც გესიამოვნება. კარგია. შენს ბეჭდებს მოუხდი. ხო. მაშასე გია, დააჭირე ღილაკს ხელი და ნახოთ რომელი თემა ამოვარდება პირველი. ერთადერთი სიყვარული. გია სურამელაშვილის ცხოვრებაში არსებობს ერთადერთი და განუმეორებელი სიყვარული. ადამიანი, რომელმაც ის სხვაზე გაცვალა და მომღერალს მოუშუშებელი იარა დაუტოვა. გია, რამე წლის იყავი, როდესაც ამ ადამიანს შეხვდი? ამ ადამიანს შევხვდი, ოღონდ არ გამიცნია ახლოს, სადღაც 18 წლის ვიყავი. ეგრევე შეგიყვარდა? ხო, აი ხო ხდება რაღაცა ისეთი, რომ აი დავინახეთ ერთმანეთი თვალებით მომენტალურად. ეს მოხდა. ერთი ნახვით შეყვარება მოხდა. ხო, ეს მოხდა, მაგრამ ეს წლების განმავლობაში ეს ადამიანი სულ თითქმის ხვდებოდა ცენტრალურ ტელევიზიაში. მაგრამ არანაირი შეხება, არანაირი ურთიერთობა. აი ესე. მაგრამ ერთ დღეს ის თავის ფეხით გამოცხადა ჩემს აგრებიოროში ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში. ასლაპარაკო. რაც გიწერია, რომ ვერაცდებიო. და რა გითხრა, ყვავილები მოგიტანა, საჩუქარი მოგიტანა თუ? არა, ჩემ ახლობელს მოყვა. მოყვა. კონცერტზე დაწყებამდე 10-15 წუთით ადრე და ისე გავითიშე და ისე რომ ალბათ 1-40 წუთი ვერ დავიწყე კონცერტი, გადავსებული დარბაზი იყო. აი ისტერიკაში ჩავარდი შინაგან, იმიტომ რომ ამას ხო ვერავის ვერ ეტყვი, ის ადამიანი თავი ამდენი წლები როს ფიქრობდა, ტრიალებს შენ თავში თავის ფეხით მოვიდა, ნუ ესე გამოვიდა. კი, მაგრამ შენ რა გდომნოდა მისი გაცნობა თუ ესე გიყვარდა გულში, სიღრმეში, რა ვერ გაიცნობდი? თუ ელოდებოდი რომ მოვიდოდა? არა, ნუ აი არ ვიცი, ნუ თვითონაც არ გადაადგა ეს ნაბიჯი, ალბათ მე არ გადავდგი. და რითი მოიხიბლე მისი დანახვისას? კაი გარეგნობა გქონდა? გარეგნობით. მართლა? კი. სიმპათიური პიროვნება. ძალიან. გია, მანაც რო შემოხედა, იმასაც შეუყვარდი, ხო? და თქვენ შორის გაიბა რომანი. როგორც გაირკვა მე რო გავიცე, რა თქმა უნდა შეიძლება. გაიბა რომანი. კი. რამდენი ხანი იყავით ერთად? განუწყვეტლივ რეჟიმში თითქმის 7 თვე. 7 თვე. ხო, მე მოხდა ეს ამბავი რაც და რაღაც უბრალოდ მის მეუღლეს ახლობ თავის მეუღლეს შეურიგდა. ხო და დაბრუნდა 4 თვეში, 5 თვეში. მაგრამ მე ახარ მივიღე.
კი მაგრამ რო ხო აი არ ვიცი შინაგანი რა სიამაყეა. აი ახლა მე არ ვიცი ახლა აი ამ აზროვნებით მე უნდა წესით მივიღებდი მაგრამ იმიტომ მაშინ დღესაც სხვა. ვნანობ შეიძლება ის დღეს აღარ იყოს მკვდარი შეიძლება დღეს უფრო აი ეგ მაინტერესებს. ყოფილიყავით რა მოხდა 6 მაისი გია სურამელაშვილის ცხოვრებაში იყო ყველაზე 6 ტრაგედიული. მაისს დავშორდით დაშორდით. ნუ ვერ ვიტან 6 მაისს არა, შენ ამ ადამიანს დაშორდი, იმიტომ რომ ღალატი ვერ აპატიე, ხო, სწორია, გაიგე რომ მან გიღალატა. არა, არა, ნუ ისე იგი თუ უნდა და ყოლოდა ის ადამიანი, მაგრამ ისეთი ორომტრიალი დაშორდნენ, მე არ მithქვია რომ შენ დაშორდი მეთქი. ფაქტიურად ნაჭყურები იყვნენ, მაგრამ მე რო უკვე შემხვდა, მე აღარ შეურიგდა და დაამთავრა ყველაფერი და გასაგები. მე რა პონტი იყო ეს ისე შერიგება, არ ვიცი, მე არ მithქვია მაგას. თვითონაც გაორებული იყო. რანაირად შერიგდა, ეგეც ვერ გავიგეთ. აი არ ვიცი. ამბობენ გიამეს ღალატი და დაშორება იმდენად განიცადა, რომ გრძნობების მისაყუჩებლად ნარკოტიკებსაც კი მიეძალა. პლანის მოწევიდან წამლის გაკეთებაზე ხო რაღაც პატარა პერიოდი იყო კი. და საკუთარ თავს ფიზიკურ ტყეულსაც აყენებდა. კი, გადავიჭერი რა ხო რაღაც აი თავს არ ვიკლავდი, მაგრამ რაღაცნაირად ისეთი გამწარებული ვიყავი აი ამ მისი გადადგმული ნაბიჯი და რაღაც რა აი არ ვიცი რაღაცნაირად თავს არ ვიკლავდი ნამდვილად. ხო. ყოველ შემთხვევაში არც გიბრძოლია მისი დაბრუნებისთვის? არა, ხო. ეხლა რო გახსენდება რამეს ნანო? ნანოფ რო არ შეურიგდი. რა თქმა უნდა, ნანო. მე ჩემით დავიკელი ბედნიერი წუთები, ბედნიერი დღეები. შეიძლება შენ ეხლა გაკლია ბედნიერი დღეები და არა, მაგრამ ის ადამიანი დღესაც რო გიყვარს, იგი ძალიან ყვარებია და მოდი ვნახოთ ამ თემის პირველი სამასლარიანი კითხვა გია. ნახოთ. 2018 წელს შესტუმრად იყავი ქუთაისის ტელევიზიაში. მეგატივი არის ასეთი ტელევიზია, სადაც შეასრულეს სიმღერა მიყვარხარ. რა ქვია ამ გადაცემას გია? ქუთაისში ვიყავი, ხო? ხო. მე მგონი პორტრეტი ჩარჩოს გარეშე, მგონი. ჩვენი ნიჭიერი ბიჭი. მოდი ვნახოთ სწორი პასუხი. თუ არ ვცდები. საღამო მშვიდობის საზვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ უყურებთ გადაცემას პორტრეტი ჩარჩოს გარეშე. მიყვარხარ, შენ ჩემი ოცნება ხარ, მიყვარხარ, შენ ჩემი ცხოვრება ხარ, მიყვარხარ, ოქრო ხარ გულით გატარე. აბსოლუტურად სწორი პასუხია და შენ მოიგე 300 ლარი. გია, შენ გაქვს სასწაული მეხსიერება. სკოლაში 5-ოსანი იყავი? არა, 4-ოსანი, 3-ოსანი, 4-ოსანი. ო, მაინც კაია. კაი, გია, მოდი დააჭირე ღილაკს ხელი და ავიჩიოთ შემდეგი თემა. კაი, ჩემო კარგო. პატარაობიდან მეფე. მეფე ხარ, აბარა ხარ. გია სურამელაშვილს დღეს აქ ყველაფერი რაც სურს, ყავს პირადი დაცვა. მასთან ხელის შეხებაზე ოცნებობენ თაყვანისმცემლები, საჩუქრები და ანებიურებენ. მოკლედ ის თავს უფლებას აძლევს, რომ მეფეს ავით იცხოვროს, მაგრამ ეს მისთვის უჩვეულოსულად არ არის, რადგან როგორც თავად ამბობს, სულ პატარა ასაკიდან უკვე თავს ოჯახში ნამდვილად მეფედ გრძნობდა. ასეა გია? კი, მასია, კი. გათამამებული ვიყავი ძალიან, ბაბუას მოსახელე ვიყავი და პარადი რო იტყვია, პარადი მიმყავდა ოჯახში. აი, მაგალითად რაში გამოიხატებოდა? ყველანაირად, რასაც მოვისურვებდი ყველაფერი. ნუ აი ძალიან გათამამებული ბაბუა საბჭოთა კავშირის გმირი იყო და ასლაპარაკო, ომის და ძალიან პრეზიდიუმში იჯდა და ძალიან ესეთი კაცი იყო და გია სურამელაშვილი იყო ისი? გიორგი სურამელი. გიორგი ხო და აი მაგალითად თმას არ შევიჭრით თუ რამ საჩუქრებს არ მიყიდიდნენ. კბილის ექიმთან ყველი რაც უნდა მტკიებოდა არ წავიდოდი ექიმთან თუ საჩუქრებს არ მიყიდიდნენ და ბაბუას გვერდზე ვიჯექი. აუ რა კაია, მეც მინდა ეგეთი სუფრები იშლებოდა და ძალიან ხშირად ოჯახში და მე ჩემი ადგილი მქონდა იქ და ჩემი თებში. ხო. არ არსებობდა მე ჩემი ჩანგალი და თებში მქონდა. აბა გაებედათ და სხვა დაედოთ. აი თავისუფლად ვიყავი. ზედა რა მაგარია. სად იზდებოდი? წერეთელზე დიდუბეში გაფრინდაულის ქუჩაზე. აჰა. შობლები არ განებიურდნენ, მხოლოდ ბაბა. კი, როგორ არა, კაცო, შობლებიც როგორ არა, ხა დედა იყო 15-ის, მამა იყო 17-ის რომ მოიტაცა და ისეთი განებივრებული უფრო იმიტომ ვიყავი რომ 2 წელი ხა აშკარად პატარა იყო დედა ხო რომ მოიტაცა მამამ 2 წელი არ უჩნდებოდი და თუ მე რა ვჩნდები აგერ და დედა უფრო გიყვარდა მამა თუ ბაბუა დედა ფანატიკურად მიყვარდა და არ ვიცი ძალიან ადრეულ ასაკში გარდამეცვალა თავისი დაბადების დღეზე 8 მარტს 52 წლის ნუ ისე კი
ეს იყო ჩემთვის ყველაზე მტკივნეული დღე, ვერ ვიტან, ამიტომ რომ ვამარც საერთოდ დაიმსხვრა ყველაფერი ჩემში, რაც არსებობდა, არ ვიცი, რისგან გია? სწრაფმავალი სარკომით მე რამის გადავყევი, არავის არ ეგონა ჩემი ვერაფერი ვერ უშველი 10 დღეში ულამაზესი 10 დღეში 10 დღეში სანამ გონზე მოვედი ხალი გამითავდა თავისივე დაბადების დღეზე ესე იგი არ ვიცი ჯერ კიდე არ გამსულია ამდენი წელი გავიდა 14 წელი გავიდა 15 ეს იყო ყველაზე საშინელი ტრაგედია ჩემ ცხოვრებაში რამ ჩაანაცვლა მე დედას აი ეს გზნობა რითი ჩაანაცვლე აქაც ხო არ მიეძალე არა იცი უფრო არა იცი მაგ პერიოდში მე უკვე მოსკოვში ვცხოვრობდი და ახალი ჩამოსული ვიყავი და აქ დიდი შესვენება მქონდა თითქმის ნუ ეხლა ჟურნალისტებს თუ არ გამოვრიცხავთ ეხლა იწერებოდა რაღაცები ჟურნალისტები ყოველთვის მაკითხავდნენ მაგრამ აქ არ მღეროდი მაშინ კაიხნის პაუზა მქონდა და აი ამან გადამარჩინა ჩემი ისევ თავიდან და დაიწყო ისევ აგორდა ისევ აი ამ დონის ტელეეკრანზე გამოსვლები, ყველა შოუში მე ვიყავი რაღაცა და სიმღერა ჩაწერა ის ცოტა გადაიტანე. გადავიტანე. თუმცა ხა შენ ბავშვობაშიც ქონდა მეორე ტრავმა, შენ დაგარდა გეცვალა, ხო? პატარა დაგარდა მეცვალა. თუმცა შენ ძალიან კარგად მახსოვს მეორე კლასში ვიყავი. ეგეც მახსოვს. რა ხნის იყო ბავშვი? 8 თვის იყო, მაგრამ კარგი რა. ძალიან ისეთი ოჯახმა ძალიან დიდი ტრაგედია გადაიტანა და ასეულში მართლა შეიყვანე შენი თავი ლამაზი ადამიანების ასეულში ოფიციალურად? ხო როგორც ვიცი კი მაგრამ დოკუმენტებს გაუმიგზავნიან ალბათ რას ლაპარაკობ და ვინ აკეთებს ამ მეც შემტენე რა არ გინდა მე რო შემტენო არ გინდა მაქსასტავში რო შემტენო არ გინდა მაგრამ ყველამ ძალიან კარგად ვიცით რომ შენ სმაგი ყვარს. კი, მიყვარს. მაგრამ აქ არ მოსულხარ ჩეკუშკით. დღეს არა, ხო, რა ვიცი, გუშინ დავლიე, გუშინ წინ დავლიე და დღეს არ ვიყავი. ჩეკუშკით არ მოსულხარ, ანუ ყოველდღე არ სვავ გამოდის. ხშირად ვსვავ. დღეს დალებ? არა, დღეს არა. ესე კი შეგიძლია აკონტროლო შენ. როგორ არ შემიძლია? ესე კი შენ არ ახარ ალკოჰოლიკი. არა, როგორ უბრალოდ მიყვარს რა. აბა რატო დაგაბრალეს? ერთი მეხმარება სამსახურში. ცოტა განიტვირთო და რაღაც. ესე კი შენ არ ახარ ხო ბიჭო შენ რო ყოფილიყავი ალკოჰოლიკი, გია რო ყოფილიყო, აუცილებლად გვერდზე პატარა არა. იქნებოდა, იმიტომ რომ მე მაგრამ მინახავს. ძალიან მიყვარს. გიყვარს დალევა? ძალიან. შამპანიური ყვარებია ყველაზე მეტი. შამპანიური, ვისკი. ვისკი შამპანიური. მე კონიაკი მიყვარს ისეთი რა. ცოტა ჩაარტყავ და გაჟუჟუნებს. ხო. ბევრ სვავ? კარგად, სვავ კი. ვიცი რა მაინტერესებს, შენ როცა სვავ, აგრესიული ხო არ ხდები? გააჩნია რა შემთხვევაში? აა. კი, თუ იმსახურებენ ხდები. ხო. კი, რა თქმა უნდა. მაგრამ ვის მიმართ ხდები, კაცო, ხალხი შენამდე მაინც ვერ მოდის და დაცვები ყავს გარშემო. დაცვებზე ჩხუბები, გაიწიეთ, მოშორდით აქედან. სანამ კითხვას დასვავთ, მოდი ვნახოთ კადრი კომედი შოუს ერთ-ერთი სკეჩიდან. მაშასე, იცი თუ არა რა კავშირშია ეს ფოტო შენთან? მე ძალიან დიდი მოყვარული ვარ კომედი შოუს და თუ არ ვწდები ეს მგონი ჩემი ზეგრის გახსნაა. მასოხსნის ხო თუ რაღაცა მაგდაბარია. მოდი ვნახოთ ვიდეო. იასურა მელაშვილის ზეგრი პრეზენტაცია გახსნათ. ბრავო! ეს მეგონი კარგი გამოგვივიდა. როგორია მოგწონთ ხო? აი ამაზე გიждდები შენი ასისტენტი. აბსოლუტურად სწორი პასუხია. გია შენ მოიგე 300 ლარი ჯამში გაკ 600 ლარი. გია შენ ძალიან სხარტი გონება გაქვს. ძალიან სწრაფი გონება. არა, მე თვითონაც ხშირი სტუმარი ვარ კომედი შოუს. გესმის და ჩემ ხშირად ვთამაშობ ხოლმე და ამიტომ ფანი ვარ. კი, არა ხარ. ფანი ხარ. ხო არ ბრაზდები რომ არა, რასამა პირიქით ერნახე ერთ-ერთ კონცერტზე, ვანოს კონცერტებზე ფილარმონიაში, კრესლოდი სავარძლის სავარძლის შემოდიოდი. თელი ამბებით. გია მოდი აირჩიე შემდეგი თემა დააჭირე ღილაკს ხელი. გია დღეს გია სურამელაშვილი ძალიან პოპულარული მომღერალია, თუმცა ოდნავ მონდომებული რო ყოფილიყო, უკეთეს სწავლა და მეტი ენერგია ჩაედო მიზნის მისაღწევად
საკმაოდ წარმატებული ექიმი იქნებოდა. გია. შეიძლება ძალიან რატომ არა ის სურვილი მქონდა, ნუ ისე კი არ ვიცი ძალიან მაგ პერიოდში ხა ჩვენს შორეულ ახალგაზრდობაში კარგად გახსოვს რომ გემუშავა სამავთყოფოში ისე არ ვერ ჩაირიცხებოდი სამედიცინოზე ხო და მუშაობდი ვერ სამავთყოფოში მეორე სამავთყოფოში მიიყავი მიმღების ექიმი სანიტარი სანიტარი. მაგრამ ხა იქ სანიტარი რა ლამაზი ბიჭი თეთრ ხალათში როგორც აი ექიმი აი ეგეთ მომენტში ვიყავი ხა რა გიზდებოდნენ რომ გიყურებდნენ აბა შენ რომ მიტყვიან აი ქირურგი იყავი ღმერთისგან იმიტომ რომ 8 წლის ასაკში მუხლი გაიკერე შენ თვითონ ეს ხო შეუძლებელი ამბავია ხო გეთანხმები შეუძლებელი ამბავია რა და არ გეტკინა აი მე ვერ გეტყვი ხა რომ ალბათ არ ვიცი ხო მაგრამ აი ერთი აყრა რომ ის ვქენი შავი და მახსოვს კარგად შავი ძაფი ქონდა და ეს ერთი აყრა ორი აყრა სამი და მილიან ათელში იყო ზედა ჩემის კი გული წაუვიდა და დააგვეყვა მაგის ცუდად გახტომაზე ვყვიროდი მე უფრო შემეშინა ქალი დაეცა და შენ ნიკერავდი ამ ხო და მეორეჯერ შევიყარე კიდე და ესე გალი გაგიჟდა დაინახა ფეხის სისხლე ეს მოდი და შენ რეაქცია არ ქონდა შენ შვიდაც რეაქცია მქონდა თვითონ რო გახდა ცუდა და ერთი წელი რომ მუშაობდი ამ სასწრაფო სამედიცინო ცენტრში სამთავარ სანიტარად რა გევალებოდა გია? ნუ ყველა ვარიანტში მარტო მე ხوار ვიყავი 2-3 ვიყავით, მაგრამ ყველა ვარიანტში გვევალებოდა რომ გარდაიცვლებოდა ის წაგეყო მე მორგში. ხო, ეს ამას ვერ ავწდებოდით. ეს კლინიკაში და მორგში შენობიდან გარეთ გადიხარ. შენობიდან გაგყავს მიცვალებული გარეთ სხვა შენობაში ხა წარმოიდგინე და 3 საათზე მეტი არა გაქვს უფლება რომ პალატაში იყოს მიცვალებული და ღამე ისე კი ხან ღამე გვიწევდა ღამე 3 საათზე 2 საათზე 4 საათზე უნდა გადაგეყვანა ღამე ხა როგორია მაინც ახალგაზრდა ვარ რაღა ისა და შიში გაქვს როგორ არა გაქვს კაცო იმას ხელები უნდა შეუკრა ის უნდა კრა აი მიდე და ვაიმე და ამას აკეთებდი. ვაკეთებდი, აბა რა მექნა. ეს ყველაზე მძიმე სამუშაო იყო ალბათ. ხო, ნუ ეხა იქ ქალებიც იყვნენ, კაციც იყო რაღაცა და ეხა მთლად ესეთ სასშინელ მძიმე სამუშაოს არ მაშვებოდნენ ეხა. ხო, მაგრამ მაინც მე ხო ეხმარებოდი მიმყავდა ეს მიცვალებული მორგში. არ მითხრა, კიდე აცმევდი ამ მიცვალებას. არა, ჩაცმა. ჩემამდე მოვიდა ისეთი ინფორმაცია, რომ შენ გვამებით ვაჭრობდი. გაგიყიდია გვამები 300 ლარად. 400 ლარად. მართალია, მართლა გაგიყიდია. მოყევი. კი, ყოფილა შემთხვევა, რომ აბა მოყევი, რის რა ის ხდებოდა ისე, რომ მე წაღება უნდოდათ და არ უნდოდათ, რომ იქ პროზექტურაში გაეჭრათ და რაღაცა. ამიტომ ცოტა თუ პატრონი ყავდა და რაღაცა არ უნდოდათ დატოვება და წესით უფლება არ ქონდა. მიცემის. არა, ხო, არ შეიძლებოდა და ხან ზოგი ისეთი ბუინი პატრონი ყავდა და შეიძლება მოეკალი და ასე შემდეგ. აბა ძალიან ისეთი ის იყო. ხო და ნუ ყველა ვარიანტში გთავაზობდნენ ფულს. შენც იღებდი ამ ფულს? ვიღებდი, აბა რა ხوار მოვაკლებინებდი. აი, ეხა აბა რა. ეხა რა მაინტერესებს? აი, ერთი მორიგეობა მორგში. ხო. რას აკეთებ? მორგი სავსეა მიცვალებულებით გვამი. ხო, ეს ძალიან ცუდი მომენტია, იმიტომ რომ შენ წარმოიდგინე ღამე შუქიც არ იყო ხოლმე ხან ხშირად და სანთლით რო შეკყავს მიცვალებული და აქეთ მკვდარი იქით მკვდარი ვერიდე და ეს აი თავიდან ძალიან ცუდად გავხდი ღებინება დამეწყო აი ხორცს ვერ ჭამდი რამდენი ხანით აი მე ძალიან ცუდად ვიყავი კოშმარები მესიძრებოდა ღამე მაგრამ მიჩვევა იცის ყველაფერი მიჩვევა იცის მაგრამ რატო მუშაობდი რა ძალა გედგა შეკაცო ნუ რა ვიცი ახლა ჯერ ინტერესიცაა მე მარტო მან კი არა კაცო მე ოპერაციებს ვესწრებოდი სასწავლო ოპერაციებს თავიდან გული წამევიდა, მაგრამ ეხლა როცა გინდა ექიმი იყო, ყველაფერს უნდა შეეჩვიო, ხო? ვინ წარმოიდგენდა? დღეს ალბათ პანაშვიძეც არ დადიხარ. აი ხო ძალიან მიჭერს. ძალიან. მე რა მაგარი ვარ, ყველაფერს ხედავ გია, აი, რასაც შენ საუბრობ, ყველაფერს ხედავ წარმოსახვას. ძალიან მიჭერს ზიანურ პანაშვიძე.
მაგრამ რო ყიდდი ამ გვამებს უხაროდათ ხო ჭირისუფლებს და კაი საქმეს აკეთებდით და ფულსაც აკეთებდით. ფულს იყავდით მერე ბიჭები. სასწრაფოში ხომ მუშაობდი გია? და სასწრაფოში გევალებოდა რა? ბინებში შედიოდით თქვა ნემს მომწონდა იცი. მოგწონდა ნემსის გაკეთება, წლების გაზომვა, რა გევალებოდა თუ ჩანთად აქ ქონდა მარტო. არა, იქაც ფონედოსკოპი მეკიდა და როგორც ექიმი პრაქტიკანტი ესე დავყვებოდი. და ფილტვების მოსმენა შეგეძლო? არა, ნუ პრაქტიკანტი იყავი. აი გია. ნემსის გაკეთება კი? გია, იცი რა მაინტერესებს? აი შენ კონცერტზე ვთქვათ, უცებ გული რო წაუვიდეს შენს ფანს. შეგიძლია რომ გამოაცოცხლო და დაეხმარო. არ მომხდა რა, არა, მოხდა, მაგრამ მე არ ჩავრეული ვარ და გაუყვანიათ და სტუდიაში მე ხა შემოვიყვან ჩუჩელას. მაინტერესებს, თქვათ, აი ამ თოჯინას გული წაუვიდე, ხა ნამდვილ ადამიანს ხო შემოვიყვანდი, რას გაუკეთებდი? შემოიყვანეთ თოჯინა. ვაიმე, მტარს გავს, გალო. ვაიმე, გაჭერდი რა. გაფერია შემეშინა. ო მე შემეშინა ეხა. დედა, ახალ მიცვალებულს გავს, ვაიმე. გია, ძალიან გთხოვ, აი ამ ჩვენს პაციენტს, აბა გაუკეთე პირველადი დახმარება. ვაიმე. რაღაცა სუნთქვის ისიც არსებობს, ხო, დასაობა რო ქვია. ესე იგი, აბა 1, 2, 3, 4. და მე დასაობა. მე დასაობა, სულ ეს იყო. აი, ესე იგი, რა ზარმაცია. გამოცოცხლდა რა სერჩი. აჰა, ფერი მოუვიდა სხვა ფერი მოუვიდა, ჯანზე ხო, ესე იგი, რამე რო იყოს, ეს შეგიძლია. კაი, მადლობა. ახლა კი შემდეგი 300 ლარიანი კითხვა, რომელსაც კლინიკა დიამედის პლასტიკური ქირურგი დეა პაპასკირი დასვავს შენთვის გია. ნახო. მოგესალმებით, მიხარია რომ მომეცა საშუალება დამესვა შეკითხვა თქვენი სტუმრისთვის, იმიტომ რომ ძალიან მომწონს თქვენი გადაცემა და განსაკუთრებით წამყვანი, ეფექტური მომხიბვლელი ია ფარულავა. ბატონო გია, იცით თუ არა, რომელი წლიდან იღებს სათავეს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური? რომელი წლიდან იღებს სათავეს სასწრაფო დახმარების სამსახურის თბილისში? ეს რევოლუციამდე იყო, ხო იცი? აბა, ინტუიცია ჩართე, 1900 9? მეშინია შენი, კი. შენი მეშინია. აუ, ეხა რა მინდა, იცი, თურქული ყავა მოიტანეთ, უნდა დავლიო, გიამ უნდა მიმკითხაოს. შენ რო არ მიმკითხაო, მე პროსტო ვიარ. მიკითხავებ. აუ, კითხავ, სეკრეტარი, ამ პროკურორი პასუხია, შენ მოიგე 300 ლარი. მოდი ვნახოთ ორი პასუხი. და გია ვინ ახარ, შენ მეში. თბილისის სასწრაფო დახმარების ისტორია 100 წელზე მეც ითვლის. თავდაპირველად სასწრაფო დახმარებას 2 თუ 3 ექიმი ჰყავდა, რომლებიც პაციენტის სანახავად სამედიცინო ეტლით დადიოდნენ. ქალაქ თბილისის სასწრაფო სამედიცინო ორგანიზაციის დროებითი კომიტეტი გრაფინია ვორონცოვა დაშკოვას თაოსნობით 1909 წლის 20 იანვარს შეიქმნა. სასწაულია, აბსოლუტურად ორი პასუხია და შენ მოიგე შემდეგი 300 ლარი და შენ გაგ ჯამში 900 ლარი გია. დააჭირე ხილაკს ხელი. ის რომ წარმატებული მომღერალი გია, არც თუ ისე წარმატებული მეოჯახე აღმოჩნდა, ალბათ იმ დაკარგული სიყვარულის ბრალია, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. თუმცა მის ცხოვრებაში იყო ოფიციალური ქორწინებაც მაია კვესელავასთან, რომელიც სულ რაღაც 2 წელიწადს გაგრძელდა. შენ ამბობ, რომ მე არ მიყვარდაო მაიაო. ხო. რატომ არ ალბათ ესე, ხო, რაღაცა არა, მოწონება იყო და რაღაცა, მაგრამ ხო, ალბათ მეგონა რომ უფრო გადაიზრდებოდა სიყვარულში, რომელიც არ გადაიზარდა სიყვარულში, მაგრამ ჩვენ ყავს საოცარი ღმერთისგან ბოძებული საოცარი შვილი, ნუგო, რომელიც, რა ვიცი, ჩემ ცხოვრებაში გააფერა და გამილამაზა. აბა რა თქმა უნდა. შვილი, ყველაფერი. და ასაკობრივად ძალიან დიდი სხვაობა იყო, ხო, შენზე დიდად 6 წელი. 6 წლით უფროსი იყო შენზე, თუ შენ იყავი მას 6 წლით უფროსი? ჩემზე უფროსი იყო. შენზე უფროსი იყო. ლამაზი ქალი იყო? შენ ხო სილამაზი? შეულებრივი, არა. არა. დაშორების შემდეგ ნუგო სურამელაშვილი, შენი შვილი იზრდებოდა დედა შენთან. კი, ჩვენ. მაიას არ გაატანეთ ბავშვი?
იცი რა, ბავშვი იყო თვითონ ძალიან შეჩეული დედას, მამას, ჩემს დებს და ამიტომ ბავშვი ჯობდა რომ ჩვენთან გაზრდილი იყო უფრო მეტ ფუფუნებაში და უფრო მეტ ყურადღებაში და გასაგებია. ნუგო დღეს დაოჯახებულია, ყავს მეუღლე, რომელიც ძალიან უყვარს და შვილი, მაგრამ მამამთილი მომავალ რძალს დიდად არ წყალობდა, არ მოსწონდა ის და ამას საჯაროთაც კი ამბობდა. მართალია? შენი რძალი. როგორ არ ვიცი, შეიძლება არ მინდოდა ჯერ მოეყვანა ცოლად, ცოლი. ესე ერეოდი კაცო ნუგოს ცხოვრებაში, რომ აი ხა ცოლი არა, ეს ძალიან დიდი ხანი და ოფიციალურად ესე არ გაგრძელებულა, იმიტომ რომ ეხლა სიგიჟემდე მიყვას და საოცარი ცოლია და საოცარი რძალი, საოცარი დედაა და ნუ არ ვიცი, წარმოუდგენლად ძალიან მაგარი გოგოა. გია, როდემდე უნდა იყო ესე ეულია? მინდვრის თაგვივით. მარტო ხო? როგორ არა, როდემდე უნდა იყო ეული მარტო ხელა ლომივით. ხო, არ ვიცი. არ მოდის ეს დედა აფეთქებული სიყვარული. ერთხელ შედამდე როგორ მოვა გია, აბა შენი თუ არ მოუში. თუ არ მოუში, აქ დაცვა, აქ ისა, ქუჩაში შენ არ გადიხარ, შემთხვევით სადღაც არ მოხვდები, დაბადების დღებზე დადიხარ ადამიანი, თუ მაინდა-მაინც სასიმღერო უნდა იმღერო თუ დადიხარ, ხო? ხო, შეიძლება ისევ იგივე შემთხვევა მოხდეს და უცბად რაღაცა. რაღაცა ვიღაცა შეგიყვარდეს. სიმღერის დროს, კონცერტის დროს რაღაცა ისევ ამდაგვარი. შენ თუ მოინდომებ, მოიყვან ამ სიყვარულს. რა თქმა უნდა, ეგეც მართალია. შენ ოღონდ აი თითი დაადე და თქვი მე მინდა რომ აი ეს ადამიანი მოვიდეს და ეს უნდა გახდეს ჩემი. 6 თვეში თავისი ფეხით მოწუნწუნდება და დაგიჭოკეს, ასე არ არის? გეთანხმები. მოდი ვნახოთ გია ამ თემის შემდეგი 300-ლარიანი კითხვა. დაგვიხილე საიდუმლო, რა გაკავშირებს შენ გია სურამელაშვილს თბილისში მდებარე წყალსადენის ქუჩა ნომერ 13-თან? წყალსადენის ქუჩა ნომერი 13. მოდი ავიღოთ თბილისით, მარჯვენა სანაპირო, მარცხენა სანაპირო. იქით და მაინდა-მაინც ახლა ქუჩებში მე ვერ ვერკვევი, შენ უფრო ერკვევი, იმიტომ რომ საჭეს ატარებ და მე სულ მთელი ცხოვრება ვზივარ საბარძელში გადაჭყლართული ქუჩები და ისინი არ ვიცი. თუ არ მიმიყვანეს და მომიყვანეს. ადრე უფრო შორეულ ახალგაზრდობაში ვიცოდი კიდე. ვაიში რა. მე მგონი ალბათ მღერი ვარ იქ. ხო, ჩემი რესტორანია ალბათ, ხო? მოდი ვნახოთ სწორი პასუხი. არა. თბილისში წყალსადენის ქუჩის ნომერ 13-ში მდებარეობს რესტორანი, სადაც თაყვანის მცემლებს გია სურამელაშვილის კონცერტებზე დასწრება შეუძლიათ. აბსოლუტურად სწორი პასუხია და შენ მოიგე შემდეგი 300 ლარი. შენ ამ ქუჩაზე მდებარე რესტორანში მღერი ხარ. კაი, დააჭირე ღილაკს ხელი და ვნახოთ ბოლო თემა. მომღერალ გია სურამელაშვილის პოპულარობის პიკმა მაშინ მიაღწია, როდესაც საქართველოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. თბილისის ქუჩებში ხალხი ერთმანეთს ესროდა, გია კი ფილარმონიის დარბაზებს ავსებდა. ასე იყო გია. რა გამღერებდა იმ პერიოდში? ნუ ხო რა მომღერებდა ხალხი ჯერ ჩემ სამსახურში ვიყავი, მე კიდე იმ ხალხს რაღაცა ყველაფერი ისეთი ცუდი მუქფერებში იყო ქვეყანაში. ადამიანებს უნდათ რაღაც ელემენტარულად გამოსვლა გარეთ. გია ქირაობდი შენ მაშინ ფილარმონიას, ქირას იხდიდით, ფილარმონიის ქირას, ყველაფერს იხდით, ხო და ბილეთები ივსებოდა დარბაზები. კი. ხან დღეში 3 მქონია, კი, ფილარმონიაში და პლუს კიდე საერთოდ საქართველოს ყველა დიდ ქალაქებში, ფარგლებში ყველგან დავდიოდი. გია. 3 მანქანით. 3 მანქანა, წინ დამყოლები, შუაში დაცვები, ამბები და გია მითხარი, შენს ფანებს ითადად ხო ქალბატონები წარმოადგენენ, ეს დარბაზები სავსე იყო ქალებით. ქალების და კაცების და შეყვარებულები მთავარი, ეხა ყველა შეყვარებულს ეხა საწასულიყვნენ, ხო? ისეთ ცუდი პერიოდი იყო და სიყვარულის სიმღერებზე და რა ვიცი, მოკლედ ძალიან ბევრი დაქორწინებულა ჩემთან ჩემ კონცერტებზე შენ კონცერტზე დაქორწინებულა. და როგორ იცოდნენ ეს ფანები სცენაზე ამორბოდნენ, მოდიოდნენ შენთან დაცვა ძლივს აშველებდა, ხო? კი, ეს კი ხდებოდა. ხდებოდა. ეს მოგწონდა თუ ნერვებს გიშლიდა? ნუ ცოტა ხელი მეშლებოდა, მაგრამ ნუ რა მექნება. რა უნდათ? ჩახუტებოდი, ყვავილებს გჭუდნი, ჩემი ერთ ყვავილები ცალკე მანქანით გამქონდა, იმიტომ რომ ვერანაირად სავსე იყო, ეხა ფილარმონიის საგრიმიო რო იცი შენ.
აი ორი ადამიანი თუ დაეტევოდა იქ, დანჩენ სუსავსე იყო ყვავილებით. აი ეს ედლამდე. გია, დღეს ფილარმონიას შეავსებ? ალბათ მე ჩემი მაყურებელი მყავს, მე ჩემი მსმენელი მყავს და შეავსებ თუ ბაში სხვა დრო იყო, ეხა სხვა დრო არა ვიცი. როგორ არ შევავსებ, რა თქმა უნდა, შეიძლება ხა ისეთი გიცდია კონცერტი? 4 კონდა და ხო. და 5 და ეგრე მე შერეული კონცერტები იყო, მაინც ყველა კონცერტში მე მღეროდი და რაღაც სხვა ის იყო მაშინ. დღეს გიას გამორჩეული და ექსტრაორდინალური იმიჯი აქვს, ჭყვიალა, თვლები, ოქროსფერის სამკაულები, მისი სტილის განუყოფელი ნაწილია გია. მე ძალიან მომწონს ეს სტილი. მაგრამ ამბობენ, რომ შიგადაშიგო ბრილიანტებსა და ოქროს შორის ბიჟუტერიაც ურევიაო. რა თქმა უნდა, ეხლა ახალი მოდელები გამოდის, უფრო ისეთი ბიჟუტერიები არსებობს. ეხლა ოქროს ისედაც ვერ გასხვავებ და მოდელებია ძალიან ლამაზი და ხშირ შემთხვევაში ძალიან ძვირფას ბიჟუტერიას ჩუქნიან. ისრაელში საბერძნეთში ჩუქნიან, კი, რა თქმა უნდა. მოაქვს პირდაპირ აი ესე რა თქმა უნდა, საჩუქრებად მოაქვს, როგორც ვისკი მოაქვს, კარგი ვისკებს ჩუქნიან. სამოს რაღაცა ისეთ სამოს ჩუქნიან, ფულს თავისთავად შაბაშს რო ეძახიან, მაგრამ აი ეს სხვა ფორმით უყართ ბევრს გამოხატვა ამით, ბიჟუტერიის, ყელსაბამი, ბრასლეტი, ბეჭედი, რა არის მაგაში? არა, ძალიან კარგია. გია, ნამდვილი მეგობრები თუ ყავს შოუ ბიზნესში? ყავს მეგობრები? ყველასთან დისტანციურად მეგობრობ, ახლობლობ. всё. აი ეს არავისი არ მშვენს, არავისთან ნაჩხუბარი არ ვარ, ყველა არავის არ ჭორავ, არავის არ აჭორავებინებ შენ. არა, ხო, მაკოცონ ტრაგზე. მე რა ჩემნერად აზროვნებ? მეც ვერ დავიღლი ვერავის, ვერ ჭორავობით თავს და ვერც ლანძღვით და უმეტ მაგლიდან იყურება რაც. აუ რა კაია, და ესე იგი ნეგატიური ვიბრაციები თავს არ დაიტვით. რა თქმა უნდა, კარგი. კრიტიკაზე რა რეაქცია გაქვს ნეგატიურზე ვილაპარაკეთ? როცა გაკრიტიკებენ რომ ამბობენ აი გიას ესე გია, ისე გია, ესე თუ ცალფეხზე მკიდია წერონ და იყვნენ მაგათაც რაღაც ხო უნდა გააკეთო რომ ხელფასი აიღონ. მაგრამ საკმაოდ ძალიან კარგად არიან ჩემს მიმართ განწყობილები ვენაცვალი ყველა ჟურნალისტს, ყველა ტელევიზიის, ყველა ჟურნალისტებს, იმიტომ რომ აი მართლა ძალიან რო იტყვიან მანებივრები ხელის გულზე მატარებენ. ანუ შენ თავს ნამდვილ ვარსკვლავად თვლი, ხო? ხარ, მაგრამ გრძნობ რო ხარ ვარსკვლავი. არა, გრძნობ რო ვარ, რა თქმა უნდა, იმ შენ თვითონ შეუქმენი შენ თავს ვარსკვლავური გარემო, მეც ასე ვფიქრობ. მეც და ხალხის სიყვარულმა შექმნა ეს ყველაფერი, დღეს ვარ ძალიან მოთხოვნადი, კარგად იცი უკვე 34 წელი. კი არა, 30 დღე რაღაცა შოუში და რაღაცის მერე არავის აღარ ახსოვს მომღერლები და 34-33 წელი რომ საფეხურიდან არ ჩამოდიხარ და ადიხარ და დღეს სხვადასხვა ქვეყნებში მიფრინავ და საბერძნეთიდან რომ გადაგაფერნიდნენ ისრაელში და ვიპ შესასვლელებით შეყავხარ და სასტუმროში ითხოვ ვარდები უნდა იყოს, ის უნდა იყოს, იქ უნდა მომართვან, თევზი მინდა, მე ეს მინდა ყველაფერი ხელის გულზე მაქვს გაკეთესა მატარებენ და არ ვიცი, ალბათ თვლი, ალბათ ვინ გაგიკეთებს ახლა? თუ არა ხარ შენ ამის ღირსი და არ იმსახურებ. ვინ გაჩუქებს შენ ბრილიანტის ბეჭედს? რატო გაჩუქებს ვიღაცა მანქანას? ამიხსენი, ხო? ალბათ აი თემა მოიტანა, აბსოლუტურად მართალი ხარ, დავფიქრდი რა ბანძი ვარ. თემა მოიტანა, გიას ნათქვამი აქვს რომ მას სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებისგანაც მიუღია საჩუქრები. მაგალითად 92 წელს ჯაბა იოსელიანმა მას მერსედესი აჩუქა. საინტერესოა გარდა ამისა კიდე რა ძვირფასი საჩუქრები მიგიღია გია. ეს მერსედესი მართლა გაჩუქეს. კი, მაჩუქეს, მაჩუქა ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა როიალი, რომელიც არ მივიღე. რატო გია? ხო, აი ასე არ მინდოდა და არ მივიღე. პირდაპირ მომაყენა მანქანით. მაშინ პეკინზე ვცხოვრობდი. ხო, არ მივიღე. არ მივიღე. რატო კი ვერ გვეტყვი თუ 5000 ლარიანი? ხო, აი არ მინდოდა ამ ადამიანისგან, არ მინდოდა ამ ადამიანისგან. არ დავივალდებულე თავი რა, საჩუქარს ვავიღებდი, კაროჩე, არ დაივალდებულე თავი, გასაგებია, ხო. თეთრი როიალი ძალიან გული დამწყდა. მე ხა როიალი მაქვს გადასარევი, მაგრამ ვაფშე გეუნები ხა პატარა ბიჭს რო ხა აი საჩუქრებს გიკეთებენ გადასარევია. გადასარევია, ხო, რა მაგარია. მანქანაც მაჩუქა ერთ-ერთმა დიახ პოლიტიკოსმა. კი, ეს უკვე ვთქვით რომ არა, ჯაბას გარდა კიდე. კიდე გაჩუქა მანქანა. კი, მაჩუქა.
დადიოდი ამ მანქანი? დავდიოდი და მაგის მერე რომ მოვყევი იმაში ავტოშემთხვევაში, მაგის მერე შიშები დამეწყო და 2 თვე ვატარეს მანქანა და ჩემი ოცნება იყო და რა ვიცი, ოქროსფერი Mazda. შესაჭესთან იჯექი და მოხდი ო, მე დავარ. ნასვამი იქნებოდი. ნასვამი კი ვიყავ, მაგრამ ჩემი ბრალი ნამდვილად არ იყო, იმ ვიღაცას უნდა გაწასულიყო და თურმე გულის შეტევა დაემართა. უი, საწყალი. მე გადმოვარდნილიყა და ისე წიოდი რომ ეს გულშეტევიანი გარბოდა. სადღაც აიქცა ალბათ. ეს ამისთანა მანქანა თუ დამემტვრევა და რა მანქანა ადამიანის სიცოცხლის ხო და ეს ბალიში მომხვდა გოგოს სახეზე თან. ჩემი დაკალი ყვირის გადმოდი გიო, არამე უცხარი ვერ გადმოვალ ნევროზი მქონდა რა, ამისთანა მანქანა დამემტვრა. ვაი მე რასაძე ჰიპოკრატეს პიცი დაგავიდა. ხო, როგორია, თან Mazda ეხა მაგარი მანქანა იყო 2005-ში, 2000. მაგრამ ადამიანის სიცოცხლის საფრთხეში იყო და შენ უნდა აი, გავარდნილ. ვადინებდი შენი რა გამიკეთებდი და გაიქცა ის შეეშინა. ვაიმე. კარგი გია, შემდეგი 300 ლარიანი კითხვა კი ეხება შენს ბრილიანტებსა და ბიჟუტერიას. მე სტუდიაში ვთხოვ გალერეა ბუტიკ პონტე ვეკიოს წარმომადგენელს. გამარჯობათ. ეს ულამაზესი სამკაულები თქვენ შეიძლება დაადეთ, დაგველოდეთ გოგონა. მაშას ეკითხვა, ამ სამკაულიდან რომელია ნამდვილი ბრილიანტი? ნუ ჩვენს გარდა, ჩვენ ხო ბრილიანტები ვართ. მე და შენ ერთ. მე და შენ. აუ, მეც მაინტერესებს. დიდი. აუ რა კაი ბიჭედია. კაი ბიჭედი, უყიდეთ გიას. გიუშ, რომელია აბა ნამდვილი ბრილიანტი გენაცვალე? აი მე ხა მე ამ დონისთვის არა ვარ. მერე წარმოგეღო ეგრეთ წოდებული გამადიდებელი ლუპა. აი მაგალითად ესაა ჩემი ბრილიანტი. ეს ბრილიანტებია. 120 თვალი. რას მელაპარაკები? ესეც 80 თვალი ლალით. რას მელაპარაკები? ესენი ბიჟუტერია მეგონა, კაცო. არა, კაცო, შვილს გეფიცები, როგორ გეკადრე? მოიხსენი მანახე. რას ლაპარაკობ, გოგო? ბიჟუტერი. რას ვინ გაჩუქა ესენი? მე რატო არავინ არაფერს არ ჩუქნის? ეს ბიჟუტერია. ეს იტალიურია. გია პატარა თვლებია, კაცო. მე 120 თვალია. 120. მაგაში და იმაში 80. ძალიან ლამაზია. ცოტა მსუბუქი როა? რაღა მსუბუქია, თვლებს აქვს ვაგაკმა. ხო, შენები. ძალიან ლამაზია. კარგი, გია, აბა მითხარი, რომელია ნამდვილი ბრილიანტის თვლიანი ბეჭედი აი ამ დახლზე? რა ვიცი, ხა ვივარაუდოთ ესა და ეს. უფრო ერთი მინდა. ერთი? ხო, ერთი. რა ვიცი ეს. ბატონ გოგიამ ნამდვილად სწორად ამოიცნა, ბრილიანტია. მართლა ხო? ბრილიანტია, ხო? ხოჩარ გია, დიდი მადლობა დახმარებისთვის. შენ მოიგე 300 ლარი და შენ უკვე ჯამში გაქვს 1500 ლარი. დიდი მადლობა დახმარებისთვის. ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, დაგველოდოთ ჩვენ სულ ცოტა ხანში დავბრუნდებით. მე შევეცდები გავარკვიო რა მოხდა წლების წინ ხუდადოვის დღეში. ამ კონვერტში წერია ერთი ამბავი, რომელიც მის თაყვანისმცემელ მამაკაცს ეხება. რა მოხდა ხუდადოვის დღეში? ხუდადოვის დღეში წაიყვანეს და მეც ვიჯექი მანქანაში. დავინახე, რომ რაღაც ყური, რაღაც ათლის პროცესი. ყური აათალეს? ძალიან ცუდად გავხდი. ფარული კონვერტი ისევ ეთერშია. შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის პარტნიორია ქართული ნატურალური წვენებისა და საკონსერვო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია კულა დალიე ხილი. ჩვენი პარტნიორია ასევე თმის გადანერგვის კლინიკა დეამედი, რომელიც ნერგავს თმას და სიახლეებს. დეამედის ექიმების მრავალწლიანი გამოცდილება საუკეთესო შედეგის გარანტია. ენდეთ მხოლოდ პროფესიონალებს. გია, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან სწრაფად გაიარა დრო. მადლობა შენ, ჩემო საყვარელო. აქედან წავალთ ვენაში ყავას დავლებთ და შენ მიმკითხავებ აუცილებლად. მაგრამ ახლა ჩვენს ეთერში დადგა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი. ფარული კონვერტის მომენტი დადგა. გია, ამ კონვერტში წერია გიასთან დაკავშირებული ერთი ამბავი, რომელიც მის თაყვანისმცემელ მამაკაცს ეხება და რომლის კვალიც თბილისში ხუდადოვის ტყეში იკარგება.
ამ კონვერტში წერია ამ ადამიანის სახელი და გვარი. გია, გთხოვ გახსნა კონვერტი, წაიკითხო და გითხრა, სწორედ გვაქვს თუ არა ამ ადამიანის სახელი და გვარი კონვერტში ჩაწერილი შენთვის, გახსენი კონვერტი თუ შეიძლება? და გახსნა. კი, უნდა გახსნა, აიღე და გახსენი. საქმე იმაში გახლავთ, რომ გიას ყავდა ერთი თაყვანისმცემელი მამაკაცი, რომელიც მას ძალიან აბეზრებდა თავს. უვარდებოდა საგრემიო როშის სცენაზე, სახლში. და გია ბოლოს და ბოლოს დაიღალა ამ პიროვნების ასეთი ქცევით. და მან გადაწყვიტა, ეგ არის ხო? გია, აპირებ თუ არა რომ გახსნა კონვერტი და გითხრა მის არა, არ მოპირებ. მაშინ ცოტათი მაინც მოგვიყევი თუ რა მოხდა ხუდადოვის დღეში. თითქმის მოყევი შენ ჩემო კარგო? კი, მაგრამ ეს ადამიანი შენ თავს გაბეზრებდა და შემდეგ რა გადაწყვეტე შენ? არაფერი, უბრალოდ ჩაერია ხალხი, აშკარად. ვინ ხალხი? ძალიან ისეთი პიროვნებები დაცვათ. კრიმინალები გია? ასე ვთქვათ. შენ ყავდა კრიმინალი მეგობრები, შენ მათ დააურეკე და უთხარი ეს კაცი მომაშორეთ. ხო, ნუ აშკარად არ მეშვებოდა და სცენაზეც კი მოდიოდა. იცი, სცენაზე, საგრემიოში, სახლში დაგზევდა უკან თან. კარგი. რა ქნეს ამ კრიმინალებმა, რა გააკეთეს? ხუდადოვის დღეში წაიყვანეს. ხუდადოვის დღეში წაიყვანეს და მეც ვიჯექი მანქანაში. და დავინახე, რომ რაღაც ყური, რაღაც ათლის პროცესი. ყური აათალეს? ხო, რაღაც ამდაგვარი ძალიან ცუდად გავხდი. არა, მოკლით ვიცი რომ არ მოკლეს. არ მოკლია. მეც ვერაფერს ვეღარ მოვუყოლე. შენ ეს თხოვე რომ ყური აათალეს? არა, მე არ მithხოვია. ის იგინებოდა კიდე. ის კიდე დიდგულზე იყო. დიდგულზე იყო კიდე. ეს ადამიანი ცოცხალია დღეს? კი, ცოცხალია. ცოცხალია? კიდევ კარგი. კარგი გია, დაწვი კონვერტი. შენ მაყოფილი დარჩი იმ სცენით, რას? არა, მე არანაირად არ სასიამოვნო სიტუაცია იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ ვერ ვაჩერებდით ადამიანს, ვერ ჩერდებოდა ადამიანი. ძალიან დისკომფორტს ქმნიდა საერთოდ თვითონ ფილარმონიაშიც. ამოდიოდა პირდაპირ საქმე იმაში იყო, რომ უცბად ისეთი აჟიოტაჟი ხდებოდა კონცერტზე რაღაცა, რომ უცბად ვერ აღვიქვავდი და ამ დროს შემწინ იდგა. ერთხელ დანითაც. გია, აღარ გამოჩენილა ეს ადამიანი შენ ცხოვრებაში და არც შურის ძიებაზე უფიქრია, ხო? არა. მაგრამ ცოცხალი როა ზუსტად იცი. კი, ვიცი რა ცოცხალი. მადლობა ღმერთს, რომ არ მოუკლავთ. არა, მოკლით არ მოკლავთ. კარგი გია, დიდი მადლობა, შენ იყავი საუკეთესო სტუმარი, შენ გაკ 1500 ლარი. მე შენ გემშვიდობები და წარმატებებს გისურვებ. მადლობა. მე კი გიტოვებთ გია სურამელაშვილს თავისი ერთ-ერთი საუკეთესო სიმღერით. ნახვამდის. შენ შემოამარცხე, გადიხარ და ვითომაც გიხარია. შენ ჩემს გულში სიყვარულს ეძებდი, უჩეოცნებები გქონია. შენზე ფიქში და შენზე ლოდინში, ლამის მოღმა წამოვარდეს გულიდან. რას მე მდუღი არ დადმაწვავ, არ გამირბინორჩი გულიდან. მოდი, არ წახვიდე კარგო, შენზე მნაში მთვალი ასად არ დამეკარგო. მოდი, არ დამტოვო კარგო, ეშინი არსად არ დამეკარგო.
აბად მინდა რომ შენზე ფიქში კარგო დადიანად ძველ აღმართზე ავიდე ამ ქვეყნიდან ნუ სიყვარულო სოდომა და როგორ წავიდე შენზე ფიქში და შენზე ლოდინში ლამის მოღმა წამოვარდეს გულიდან რას მემდური ამდარად მაწვანო არ გამირბინო ჩიგულიდან მოდი 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 არ წახვიდე კარგო შენზე მნაში მთვალი ასად არ დამეკარგო მოდი 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 არ დამტოვო კარგო მე შენი არსად არ დამეკარგო მოდი 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 არ წახვიდე კარგო შენზე მნაში მთვალი ასად არ დამეკარგო მოდი 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 არ დამტოვო კარგო მე შენი არსად არ